საღამომშვიდობის ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია გადაცემა ნაცნობი სახეები. ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი გახლავთ თქვენთვის უკვე საკმაოდ კარგად ნაცნობი სახე ქეთი იასამნიძე. უფრო დააწრულებით კი მის შესახებ ჩვენი გადაცემიდან შევიტყობთ, ასე რომ დარჩი ჩვენთან ერთად. ბლიცანგეტა, ზოდიაქოს ნიშანით ღრიანკალი, ცხოვრების მიზანი იცხოვროს და არა იარსებოს, საყვარელი ქალაქები ლონდონი და პარიზი, ოცნება სურს გახდეს ბანკის მმართველი, საყვარელი მწერლები გალაქტიონი და გამსახურდია, ჰობი ცეკვა, სიმღერა და ცურვა, საყვარელი საჭმელები შემწვარი კარტოფილი და ხაჭაპური, საყვარელი ფერი თეთრი, წელიწადის საყვარელი დრო ზაფხული. ბიოგრაფიული შტრიხები. ქეთი იასამნიძე დაიბადა 1987 წლის 1 ნოემბერს ქალაქ გორში, დადიოდა ნომერ 1 საბავშვო ბაღში, სწავლობდა მე-9 საშუალო სკოლაში და წარჩინებით დაამთავრა სკოლა გიმნაზია სინათლე, ასევე წარჩინებით დაამთავრა მეორე მუსიკალური სკოლა. გარდა ამისა დადიოდა ქორეოგრაფიულ ანსამბლ შავლეგოში. იყო ვოკალისტთა წრის წევრი და მღეროდა გუნდში ჯემალ ბეგლარიშვილის ხელმძღვანელობით. ამჟამად არის გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ეკონომიური ურთიერთობების ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტი. ყავს მამა გია იასამნიძე, დედა თამრიკო კაჯილაშვილი და ერთი უმცროსი და მე-9 საშუალო სკოლის მოსწავლე სოფო იასამნიძე. ქეთი იასამნიძე ბავშვობაში ჯიუტი, უზომოდ ნიჭიერი და ცოტა ზარმაციც იყო. თუმცა საბავშვო ბაღიდანვე აქტიურობით გამოირჩეოდა. ღეროდა, ცეკვავდა. თითქმის ყველა სახის ღონისძიებებსა და ზეიმებში იღებდა მონაწილეობას. სკოლაში სწავლის პერიოდშიც გამორჩეული მოსწავლე იყო. კარგად სწავლობდა, უყვარდა სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობა და ამ კონცერტების სრული ჩამდგმელიც იყო. თითქმის ყველა საგანი უყვარდა, განსაკუთრებულად კი ინგლისური. იგი თავიდანვე მომღერლობასა და მოდელობაზე ოცნებობდა. შეიძლება ითქვას, რომ მას ეს ოცნება აუსრულდა. იგი ხშირად სარკისტინ მღეროდა და ხანას თავის წარმოსახვაში კლიპს იღებდა. ოღონდ კლიპის სცენარი ყოველთვის სევდიანი გამოსდიოდა. სწორედ მისი აქტიურობისა და მიზანდასახულობის წყალობით მიიწვიეს იგი საუნდის ბიჭებმა კლიპში გადასაღებად. ხოლო ერთი წლის შემდეგ, როდესაც ქეთი ზაფხულის პერიოდში ქობულეთში იყო დასასვენებლად, მის შიდა ქართლის ორგანიზატორმა თიატე ჩხვაშვილმა დაურეკა და სილამაზის კონკურსში მონაწილეობის მიღება სთხოვა. ქეთის მშობლები თავიდან წინააღმდეგები იყვნენ, მაგრამ მან თავისი პრინციპულობის წყალობით მათი დათანხმება მაინც მოახერხა. საკმაოდ ჯიუტი ბავშვი ვიყავი. ალბათ ეს ბავშვებში ხშირია, ჩემ შემთხვევაში ასე იყო. ბავშვობის პერიოდიდან რა შეიძლება გავიხსენო. ძალიან დატვირთული ბავშვი ვიყავი, ყოველთვის აქტიურად ვიყავი. ასეც ჩაბმული ღონისძიებებში ქალაქში, რომელიც ტარდებოდა, ასევე დავდიოდი ცეკვაზე, სიმღერაზე, სკოლაშიც კარგად ვსწავლობდი და საინტერესოა მშობლებთან ურთიერთობა. როგორები იყვნენ ისინი შენთან მიმართებაში? მე მგონი ჯერ დედის გარეშე არავის უნახია. რატომღაც არ ვიცი რატომ, მაგრამ თვლიდნენ რომ საჭირო იყო ყველგან გამომყოლოდნენ. ჩემ მშობლებს თავდაპირველად არ უნდათ, როგორც ახლა გორში და მეტად ტრადიციულ ოჯახში გაზრდილი ბავშვი ვიყავი რაღაც და რაღაც დაბრკოლებები მქონდა. მაგრამ მე მოხდა ისე რომ გადავწყვეტეთ ერთხმაც რომ მიმოღო მონაწილეობა მისში და ქართლის. როდესაც გავიმარჯვე, მე მაშინ ვიყავ მხოლოდ 15 წლის და იძულებული ვიყავ ერთი წელი დამეცადა, რადგან 17-დან 24 წლამდე იყო ასაკი განსაზღვრული და წელსაც კი არ მიწყობ 16 წელს ვიყავ, მაგრამ გაუნაკრეს დავუშვეს. ჩვენ გავიცანით ქეთი იასამნიძის ოჯახის წევრები. ქალბატონი თამრიკო კაჯილაშვილი პროფესიით მათემატიკოსია და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში მათემატიკის კათედრაზე მუშაობს. იგი შვილის ყველაზე აქტიური გულშემატკივარი იყო მთელი კონკურსის განმავლობაში. ქეთის გამო აქტიურად იყო ჩაბმული შვილის საქმიანობაში და სილამაზის კონკურსის პერიოდში საკმაოდ მეუბიცინებულა. ქალბატონი თამრიკო ქეთის დადებით პიროვნებად ახასიათებს, თუმცა მისი სიჯუტის აღნიშვნაც არ ავიწყდება. იგი შვილს ბედნიერებას, წარმატებებსა და ლამაზ მომავალს უსურვებს. ხშირად მიხდებოდა მისი დატოქვაც. არ უყვარდა შუადღით ძილი. არ უყვარდა წვნიანები და თავისთავად ყოველთვის დედაშვილს შორის უსიამოვნება და უხერხული იყო სიტუაციები. ოჯახში ყოველთვის მეხმარება, ასაკთან შედარებით საკმაოდ მეტი იცის ქეთი. 15-16 წლის ასაკში საკმაოდ დატვირთული იყო და ძირითადად სწავლაზე იყო ბავშვი გადასული და ფაქტიურად სასტუმროსავით რა დასაძინებლად შემოდიოდა. ძალიან დატვირთული იყო. შაბათი კვირა მით უმეტეს.
ემზადებოდა 4 საგანში. დადიოდა ცეკვაზე, ტრენაჟორებზე, ვოკალისთან, გიტარაზე და ისე რომ დილიდან საღამომდე დედაშვილი გადარბენაზე ვიყავით. კეთი ესამიძემ 2003 წელს მის ქართლის, ხოლო ასაკის გამო 1 წლის შემდეგ 2004 წელს მის მომხიბლელობის ტიტული მოიპოვა. კეთი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ შიდა ქართლის სილამაზის კონკურსი ობიექტურად ჩატარდა. როდესაც ის მის ქართლი 2003 გახდა, თია კეჩხუაშვილი კონკურსამდე 2 დღით ადრე გაისვა, თუმცა ამ გაცნობის ფაქტს შედეგებზე ნამდვილად არ მოქმედია. ხოლო 2004 წელს მის საქართველოზე როგორც ცნობილია, იგი ხუთეულში მოხვდა და მოიპოვა მის მომხიბლელობის ტიტული. თია კეჩხუაშვილი იმ ცენტრის წარმომადგენელი კეთის ასე ახასიათებს, რომ ის არის შრომის მოყვარე, არაჩვეულებრივად ნიჭიერი, კარგი ადამიანი, თუმცა იმასაც აღიარებს, რომ ის სილამაზის კონკურსის შედეგებით უკმაყოფილდა და კეთის სამეულში მოიაზრებდა. ნაკლი ბევრი არაფერი არ აქვს, მინდა გითხრათ, უბრალოდ ბავშვური სიჯიუტი აქვს. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ რაღაც დროთა განმავლობაში ყველაფერი დაივლის და კარგად იქნება. უზომის შრომის მოყვარია და ეს აღმოვაჩინა მე სულ რაღაც 2 თვის წინ. ანუ რომ დაისახა მიზანი, ის რომ უნდა ემუშავა და რომ უთხრათ, რომ კეთი შენ ამდენი კუბიკი უნდა გქონდეს მუცლის პრესზე, ეს პირდაპირ ესე ვთქვა, ამდენი კუბიკი ჩააბარა. ნუ არაჩვეულებრივად ცეკვავს, დადის და შრომის მოყვარე არ ფაქტობრივად არაფერი არ გაუწდა და ერთადერთი ეზარებოდა, უბრალოდ გარუჯვა ეზარებოდა და მინდა გითხრათ, რომ ებრჭყალებში კინძის ქვით ჩავადრიე, რომ ჩავედი ბათუმში, კეთი ზაგარი მიიღე მეუბნეოდი. ეს იყო უბრალოდ რა ვიცი, 8 საათი ცეკვავდა დღეში, მინდა გითხრათ, რომ 27 გოგონაში არავინ არ დაიქვეხნოს ესეთი პლასტიკა კეთის რო აქვს. რო უყურებდით იქ კორტებზე რო ჩავედით და რო უყურებდით ხო მოცეკვავებს უყოლას, მე პირადად კეთის თვალს ვერ ვაშორებდი, მინდა გითხრათ მარტო მე კი არა, თითქმის უყოლა ვინც იქ იყო. რა ვიცი, კიდე რა გითხრათ? თვითია რასაც მიაღწია კეთი, მე შედეგით მაყოფილი ხარ, როგორც თქვათ იმის კონკრეტულად. არა, მე არა ვარ, იმიტომ როგორც მინიმუმი კეთი ეს ყველა მიც აბსოლუტურად დამალული ფაქტი არ არის, ამეულში მოიაზრებოდა. მაგრამ უბრალოდ ვფიქრობ, რომ ძალიან პატარაა იმისათვის, რომ რაღაც ფსიქოლოგიურ ზეწოლას გაუძლოს ბავშვმა და აი ეს იყო ზუსტად იმის მიზეზი, რომ თქვათ, არა სამეულში იყო და არამედ ხუთეულში იყო, აი არა ხუთეულში მოხდა ესე. ეს მაყოფილი რა თქმა უნდა გორში ესეთ მიღწევა არავის არ ქონია და ისეთ პოპულარული არავინ არ ყოფილა, მეორე გორელი გოგონა, ეხლა მე ძალიან ძნელად გამიჭირდება და სახელებოდა თქვენც, მაგრამ მე ვფიქრობდი, რომ კეთი სამეულის ღირსი იყო. კეთის ყავს ერთი და სოფო, რომელიც 12 წლისაა და მე-7 კლასის მოსწავლეა. რის გამო სილამაზის კონკურსის მსვლელობისას მან ეს ბევრი ინერვია. მათ ჩვენთან საუბარში ისიც გაიხსენა, თუ როგორ დაისაჯა მუსიყვარული დისაგან 1 წლის განმავლობაში. ხშირად ვჭხობობთ ხოლმე, მაგრამ მალე ვრიგდებით. ერთხელაც ბავშვობაში ძალიან ბევრს ვკოცნია ხოლმე, ერთხელაც არ ვაკოცნინიან და ძალიან ძვირად დამიჯდა 1 წელი აღარ მაკოცა. როგორ შედიგვით მე? აღარ მახსოვს. მის მომხიბლელობას ჯერ ჩეული არ aqvs. მას მომავალი მეუღლე ასეთად წარმოუდგენია. განათლებული, სიმპათიური და სულიერი დიაგნოზით. რაც შეეხება კეთის, იგი კონკურსის წარმატებამ უფრო მიზანდასახული გახადა. მისი ოცნებაა ჩაწეროს ალბომი და აუცილებლად გახდეს ბანკის მმართველი. რადგან ძალიან ხიბლავს საქმიანი ქალის იმიჯით. სხვა სამომავლო გეგმები კი ჯერ დაგეგმილი არ აქვს. მისი სურათები მილანსა და ამერიკის შეერთებულ შტატებშია გაგზავნილი. იქიდან მოსულ პასუხობს კი კეთი სულ მოუთმელად ერის. ანუ ეს იყო კონკურსის რაღაც 3-4 დღით ადრე იყო ტარდებოდა დიზაინერების კონკურსი. აქვე გეტყვით, რომ ყველაზე მეტი კავა გამქონდა მე, 6 კავა გამქონდა და ყველა ჩემი კავა გამარჯვებულ კავად აღიარეს. და დიზაინერების კონკურსი რაღაც მაკიაჟი, მოგეხსენებათ თმები, გაკეთებული რაღაც მომიწია, რომ სასაცილოში ვერ ჩავედი, ვერ მოვახერხერა და დავჭიმშიერი მთელი დღე არაფერი მქონდა ნაჭამი და ეს გოგოები ეს ცომეულის ჭამას გვიკრძალავდნენ და მე თქვენს ხო არ ვიქნები და წავედი და ავიღეთ ძალიან დიდი ხაჭაპური და ორმა გოგომ ვჭამე. თაყვანისმცემელი კი მყავს, ყველა გოგოს ყავს, მე ასე ვფიქრობ და მათ შორის მეც. ის ფაქტი რომ მე ვარ მის მომხიბლელობა და რაღაც ეს არ არის და მაგიტომი მე სულ არ და დამოწმ. მე ჯერჯერობით არ მყავს რჩეული, ვისურვებდი ჩემი რჩეული იყოს პირველ რიგში ინტელექტუალური განათლებას მჭირ ძალიან დიდ უპირატესობას. ნუ ფიზიკურ მხარესაც მეტნაკლებად რა.
და ძალიან დიდი სურვილი მაქვს რომ სულიერად ლამაზი ადამიანი იყოს ჩვენს გვერდით. ნამდვილად არ ვიცი როგორ შედეგი იქნება და როგორი პასუხი იქნება. ჩემი სურათებია გაგზავნილი მილანში, ულამაზეს ქალაქში და ასევე ამერიკაში არის გაგზავნილი. მე იქიდან იმითი რომ დადებითი პასუხი, მაგრამ მაინც რა ვიცი, არ მგონია რომ გამიშვან ჩემი დადებითი პასუხიც რომ მოვიდეს. მრავალმხრივი ნიჭი დაჯილდოებული მომხიბველი ქეთია სამიძე წერს მოთხრობებს, ლექსებს, თავისუფალ დროს კი მღერის ცეკვავს, უსმენს სასიამოვნო მუსიკებსა და თავის საყვარელ ზავთან ლუკასთან ერთობა. იგი გადაცემის დასასრულს დიდ მადლობას უხდის გორდებს, დაწერილი თანადგომისათვისა და გულშემატკივრობისათვის. თავის თავს ბედნიერებას უსურვებს, საქართველოს მოსახლეობას კი მშვიდობასა და კეთილდღეობას. საკუთარ თავს ერთადერთი მე ვფიქრობ და ალბათ ყველასთვის ყველაზე ვფიქრობს რომ ბედნიერება ქალისათვის მეტად ქალური ბედნიერება არის ყველაფერი ყველა ქალს ამას უსურვებ და ასე მთელ საქართველოს მშვიდობას. სულფესო ტელემაყურებლებო, ამით ჩვენ გადაცემა დასრულს მივახოდა. ჩვენ ერთ კურა თუნდაც რა ხეს გიგეთ დიდი მადლობა. ნახვა